YouTube სიცოცხლე გრძელდება ჩვენი ტექლექციები მეგობრებო. დღეს უნდა ვისაუბროთ თუ როგორ ჩავიწეროთ ჩვენი ეკრანი. რას ნიშნავს ახლა ეს? მაგალითად გვინდა რაღაცის გაკეთება და გვინდა რომ ეს რაღაცა გადავიღოთ ეკრანზე რაღაცის გაკეთება, ანუ დესკტოპი, გეიმინგი და ასე შემდეგ. ამ აპლიკაციით შეგვიძლია როგორც უშუალოდ ჩაწერა, ასევე გასტრიმვა ნებისმიერ პლატფორმაზე, მაგალითად YouTube. ამისთვის ტრადიციულად შევდივართ Google-ში ჯერ მეგობრებო და ჩავწერთ download OBS. ამის შემდეგ პირველივე ლინკს დავაჭერთ და შევდივართ OBS-ის საიტზე. საიტზე შესვლისას ჩვენ დაგვხვდება სამი არჩევანი. პირველი არის Windows-ი. თუ Windows ვიყენებთ, ჩავიწერთ ამას. თუ ვიყენებთ MacBooks, ჩავიწერთ ამას და მესამე ამ სისტემას მეგონი Linux-ი ქვია. არ მახსოვს. ხო, ჩვენ შემთხვევაში ალბათ გვექნება Windows-ი დაყენებული და დავაჭერთ download installer. ინსტალაცია არის უმარტივესი. ტრადიციულად გავხსნით ორჯერ დაკლიკვით და მერე next ვაჭერთ მხოლოდ. როდესაც დააჭერთ next, მერე რა ხდება? ხო, მე გაიჩნდება აი ესეთი რაღაცა. რა არის ახლა ეს? ერთი შეხედვით ძალიან რთული რაღაცებია, მაგრამ ტრადიციულად როგორც ყველაფერში, ყველაფერი არ გვჭირდება ჩვენ აქ. გვჭირდება მხოლოდ ორი რაღაც. ნუ ეხლაც ვიწერ ამით. პირველი გვჭირდება display capture. Display capture ნიშნავს, რომ აი რაც ახლა ამ ეკრანზე ხდება, ყველაფერს იწერს. ვაიც არა. ხო, display capture არის, რომ რაც ეკრანზე ხდება, მაგას იწერს და video capture არის მე სადაც ჩანვარ. ჩვენ შეგვიძლია ასევე თუ გვაქვს მიკროფონი, მე არ მაქვს მიკროფონი, ახლა ტელეფონში ვიწერ ხმას და მე ჩალიჩობ, რომ როგორ მე დავამტხვიოს თუ ჩემის მოძრავ თუ მიკროფონი გვაქვს, არის ეს უდიდესი ბედნიერება. და დავაჭერთ მიკროფონს და აქ გამოჩნდება მიკროფონიც, აი აქ sources რო აწერია. იმისთვის რომ ჩვენ დავამატოთ მაგალითად ხმის ჩაწერა ან კამერის ჩაწერა, ნებისმიერი რაღაცის ჩაწერა, მარჯვენა ღილაკს დააჭერთ mouse-ზე და add ნიშნავს რომ დამატებას ნიშნავს add მოკლედ. აქ ჩამოიშლება ძალიან ბევრი რაღაცა. აქედან არაფერი არ ვიცი რა არის, ერთადერთი და მნიშვნელოვანი რაც არის აი ეს display capture. მაგას რო დავამატებთ, დავაჭერთ. აქ შეგვიძლია ვირჩიოთ, რაც უკვე იყო ან ახალი. ახალს რო დავაჭერთ, okay. აქედან ამოიშლება რა გვინდა რომ ავირჩიოთ. ჩვენ შეგვიძლია მთლიანი ეკრანი გადავიღოთ ან ნაწილი. რახან უკვე დამატებულია, მე cancel-ს დავაჭერთ. თქვენ okay-ს დააჭირეთ. ასევე მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი თუ გვინდა ხმის დამატება და გვაქვს რა ქვია იმას? მიკროფონი. თუ მიკროფონი გვაქვს, დავაჭერთ audio input-ი. აუცილებლად input-ს უნდა დააჭიროთ. დავაჭერთ inputs, ისევ create new. აქ სახელს დააჭერ რაც გინდა, რაც გაგისწორდება. და okay-ს რო ტენი, მერე ჩამოიშლება ის მიკროფონები. აქ წერია, მაგრამ არ მაქვს ეს მიკროფონები მართლა ვონდ. და აქედან აირჩევ ერთ-ერთს. შემდეგ მარჯვნივ ქვევით იჩითება start streaming-ი. და როგორც თქვი, არ ვიტყუებოდი, მართლა სტრიმინგიც შესაძლებელია. ეს ცოტა საჩალიჩოა, მაგრამ არა უშავს. და პირდაპირ დააჭერთ start recording და დაიწყებს ჩაწერას. მორჩა, ეს იყო. თუ გიჟები ვართ და გვინდა ყველაფერი ვაკონტროლოთ, ამისთვის ვაჭერთ setting-ებს. Setting-ებს რო დააჭერთ, ყველაზე მნიშვნელოვანი პონტი არის აი აქ output-ში. სადაც ირჩევთ თუ სად გინდათ რომ გაიჩითოს ჩვენი ჩანაწერი. მედიაში დესკტოპზე ვაგდებ ხოლმე. და აი ეს სამი ნაწილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროგრამაში. თუ რა თქმა უნდა გასტრიმო არ გინდათ. აუდიო და ვიდეო. მორჩა. ვიდეოდან ირჩევ ვიდეოს ხარისხს და რაღაცას. ეხლა ყველაფერი მუქად არის, იმიტომ რომ სტრიმინგის შუა სტრიმინგში ეგრე სად არის ვერ იმას იზავ. ოღონდ შუა ჩაწერის დროს ვერ შეცვლი რა. აუდიო სადაც ხმას დააყენებ და output-ი სადაც გინდა რომ შეცვალო. ეს აპლიკაცია არის უფასო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ხო და რაც შეეხება სტრიმინგს, ერთგვარად გასაუბროთ გავსტრიმავ და ერთად ვისწავლოთ როგორ ხდება სტრიმინგი. ადრე ჩალიჩობდი რაღაცას ერთხელ ვიჩალიჩობ უბრალოდ და რაღაც შენი პროფილის ლინკი უნდა ჩააგდო თუ რაღაც, მოკლედ დავიკიდოთ ამ ეტაპზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეხლა stop recordings რო ენი ეგრევე შო დამთავრებული ბაზარია.